საგამშვიდობის მოგესალმებით YouTube-ზე დვალეშულთან და ჩვენ პლატფორმებზე რასაკვირველია ძალიან საინტერესო სტუმარი მეყოლება დღეს იმიტომ რომ სიახლე გვაქვს სპორტის ერთ-ერთ სახეობაში ამაზეც ვისაუბრეთ თუმცა იქამდე რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა გითხრათ რომ ჩვენი YouTube არხის დვალეშულთან და ასევე ჩვენი პლატფორმების პარტნიორია ვიტამინი G კომპანია რომელიც მაქსიმალურად გვერდში გიდგათ იმ ადამიანებს ვისაც გსურთ ჯანსაღი ცხოვრება სპორტული საკვებ დანამატებისა და ვიტამინების მიღების ხარჯზე რასაკვირველია დღეს ვისაუბრებ წყალბურთზე ბოლო პერიოდში ხშირად ვსაუბრობ წყალბურთზე და ამის საფუძველი და საბაბი ნამდვილად გვაქვს განსაკუთრებით ვსაუბრობთ აპოლოს ირგვლივ გუნდის რომელშიც საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდა და გუნდის რომელიც ემზადება თებერვალში გასამართი ეურო ტურნირებისთვის ბუნებრივია როდესაც ნებისმიერ სპორტის სახეობაში გუნდი ემზადება ეურო ტურნირებზე თავისი ქვეყნის ღირსების დაცვას იქ ხდება გარკვეული ცვლილებები და არც აპოლოა ამ ხრივ გამონაკლისი. მოკლედ ანდრო ბითაძე გახდა აპოლოს წყალბურთელთა გუნდის წევრი და ამიერიდან წყალბურთელი, რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში არაერთ ევროპულ კლუბში უთამაშია, რასაკვირველია ნაკრების ეროვნული გუნდის უცვლელი წევრია, დღეს აპოლოს ღირსებას დაიცავს და შესაბამისად შეეცდება აპოლოს არა მარტო შიდა, არამედ საერთაშორისო სარბიელზეც მოუტანოს და დაეხმაროს წარმატების მიღწევაში. სწორედ ანდრო ბითაძეა ჩვენი დღევანდელი ვიდეოს სტუმარი. ანდრო, მოგესალმები, მადლობა რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი და მოხარული ვარ რომ გხედავ, იმიტომ რომ იყო რაღაც გარკვეული პერიოდი, როდესაც პაუზა ჰქონდა სპორტულ ცხოვრებაში. მოგესალმებით. მოდით რაღაც შეეხეთ მაგ თემას, მაგით დავიწყებ, დასამალი არაფერი არ არის. ერთი წელი ვიყავი დისკვალიფიცირებული საკმაოდ სულელური მიზეზის გამო. ძალიან მოკლედ მაყურებელს ვინც არ იცის რო უთხრა. იტალიაში თამაშის დროს კანის ინფექციის გამო მოიხმარე კრემი და ამ კრემში აღმოჩნდა ჰორმონი და მოკლედ ესეთი ისტორია იყო. შენ თქვი სულელური მიზეზის გამო და მართლა სულელური მიზეზია. ჩემ პირადი აზრია ხა ეგეთი რაღაცის გამო. არ უნდა იჯებოდა სპორტსმენი, მაგრამ მე არ ვწყვეტ ამ ყველაფერს. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა ჩემს სასიკეთოდ, რადგან ეს ერთი წელი პაუზა იყო მინიმალური ის ვადა. რაც შეეძლოთ რომ მოესაჯათ ჩემთვის, რადგან დამტკიცდა რომ ადვოკატთან ერთად რომ დამტკიცდა რომ ეს იყო კრემი და არა რაღაცა პრეპარატი, რომლითაც მე გავაუმჯობესებდი ჩემ პერფორმანსს, ასევე შედეგს პერფორმანსთან ერთად. ამის გამო მინიმალური სასჯელი შემოიფარგლა. ძალიან რთულია ხომ, ცუ დინამიკაში ხარ, მოქმედი სპორტსმენი ხარ და უცებ რაღაცის გამო ხდება ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იქნება. რთულია, მაგრამ გამოცდილება ხო ეს ცხოვრებისეული, მარტო სპორტული არა. რთული იყო, კი, ნამდვილად შუა სეზონში უკვე სპორტსმენი რო გახურებული ხარ სეზონისთვის და იმ პიკისკენ რომ მიიწევ ფორმის და უცებ ესეთი რაღაცა გემართება. რთული არის ფსიქოლოგიურად, მაგრამ ყველაფერს გადაიტანა ადამიანი, მით უმეტეს სპორტსმენი უფრო მყარი ფსიქიკა უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა, მოვიტყუები გამიჭირდა ძალიან და აქ უკვე ჩემი ოჯახი დამიდგა გვერდში და ძალიან მალე ჩაიქროლა ამ ერთმა წელმა. დღევანდელობაზე მინდა კითხო ანდრო და მოდი გავიხსენოთ შეთავაზება, რომელიც ჩვენ მიიღე აპოლოსგან და მე გავშალოთ უკვე თემა, რომელიც ეხება ქართულ წყალბურთს და ამ შემთხვევაში კონკრეტულად აპოლოს. აპოლოს სხვათა შორის, რამოდენიმე თვე არის უკვე რაც შეიქმნა ეს გუნდი და უკვე ისეთი შედეგი აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონები არიან სულ რამოდენიმე თვეში, ეს ბევრზე მეტყველებს ძალიან ბევრ ამაზე, აქვს პოტენციალი ჩემი აზრით ამ გუნდს რო გახდეს მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. რადგან ეხლანდელი გუნდიც საკმაოდ ძლიერი არის და გეგმა არის რომ გაძლიერდეს ეს გუნდი იმ დონეზე, რომ უკვე ევროთასის პლეი-ოფებზე კი არ ვიფიქროთ, უკვე ვიფიქროთ მედალზე, რა თქმა უნდა და მიზანიც ეს არის და მჯერა მე რომ აქვს ამის ძალა, პოტენციალიც ჯერა ამ ყველაფერს და ვნახოთ იმედი მაქვს რომ მეც ამ ჩემი გადაწყვეტილებით ჩემ წილ ძალას და ჩემ წილს მივცემ ამ საუცილებლად. ძირითადად თუ კი ინვესტიცია ხორციელდება ხოლმე საკალათბურთო, საფეხბურთო
კლუბებში ძირითადად და ნაკლებად წყალბურთის მიმართულებით. ჩვენთვის აი ეს თუნდაც იგივე აი ამხელა ინვესტიციის განხორციელება, ასეთი სერიოზული დამოკიდებულება ერთი კონკრეტული კლუბის მიმართ იყო თუ არა გარკვეულწილად მოულოდნელი? ვერ ვიტყვი რომ მოულოდნელი იყო, ბედნიერი ვარ რომ ეს მოხდა და ზოგადად წყალბურთი იმდენად სპეციფიური სპორტი არის, თუ მთელი გულით სულით არ გიყვარს და არ ხარ ენთუზიასტი, უბრალოდ ჯერ ერთი ვერც მიხვდები ბოლომდე ამ მთელ ამ სილამაზეს და მეორე თუ არ გითამაშია ეგ მომენტიც არის რთულია ამის გაგება და ვართ ყველა წყალბურთელი ვართ ენთუზიასტები აბსოლუტურად ყველა წყალბურთელი და უზომოდ გვიყვარს შეყვარებულები ვართ ამ სპორტზე შესაბამისად არ გამიკვირდა ეხლა ნამდვილად ვიტო აბდუშელიშვილისგან ამხელა ინტერესი და ამხელა სიყვარული ამ სპორტის მიმართ რადგან ერთხელ თუ მოიწავლები წყალბურთით მთელი ცხოვრება არა შანსი არ არის რომ რაღაცა მომენტში რაღაცა სახით არ დაუბრუნდე ამ სპორტს არ არსებობს ეგეთი რაღაცა და ეს გზა აირჩია დიტომ ამ შემთხვევაში კი და ძალიან მიხარია რომ გამოჩნდა ესეთი ადამიანი ვინც კიდევ უფრო მაღლა აწია ქართული წყალბურთის დონე და წლებთან ერთად დარწმუნებული ვარ დიტო მენეჯმენტთან ერთად ამ გუნდის და რა თქმა უნდა გუნდის წევრები მწვრთნელები თავისთავად დარწმუნებული ვარ ეს პროგრესი კიდევ უფრო დიდი იქნება. და ამის იმედი მაქვს და გულწრფელად რომ ხედავ ამ ყველაფერს და ამ პერსპექტივას რომ ხედავ და ამ მთელ გულს და სულს ამ სპორტში ერთ-ერთი ძალიან დიდი ფაქტორი იყო ჩემი გადაწყვეტილების მიღებისთვის ეს რომ ხედავ როგორც თქვი პოტენციალს, ხედავ ამ მთელ სიყვარულს და ამ მთელ ჟინს რომ განვითარდეს აპოლო და აპოლოსთან ერთად ქართული წყალბურთიც რა თქმა უნდა ისედაც ძალიან სერიოზულ დონეზე ვართ უკვე ევროპაში ეს მართლა წლების მუშაობამ და ბიჭებისგან, ფედერაციისგან მთელი გულის სულის ჩადების შედეგი არის და აპოლოსთან ერთად კიდევ უფრო გავიზრდებით. ქართული წყალბურთია დიდი იმედი მაქვს ფეხბურთის დონემდე თუ არა საქართველოში სადღაც მანდვე ახლოს იქნება წყალბურთს. კი ბატონო, რა დაგხვდა, როდესაც აპოლოში მოხვედი? ნუ გულისხმობ რასაკვირველია გუნდს, ბიჭებს, დამოკიდებულებას, მწვრთნელებს, საკმაოდ კვალიფიციურს და როგორი იყო შენი პირველი რეაქცია ამ ყველაფერზე, რაც ნახე აპოლოში მოსვლის დღეს? პირველივე დღიდან ალბათ ის იყო რომ მაგის მოლოდინის მქონდა ეხა არაფერი ისეთი გასაკვირი არ იყო თვითონ მიდგომა ვარჯიშების მიმართ მწვრთნელებისგან მიდგომა მოთამაშეებისგან პროფესიონალური იყო. არანაირად არ ჩამოვარდებოდა, არც განსხვავდებოდა არაფრით იმ ქვეყნებისგან, იმ გუნდებსაც მითამაშია, რაც მე გამომიცია პირადად. მეტი თუ არა. ეს მიდგომაც და ვარჯიშებიც და თამაშებიც ასე შემდეგ არის პროფესიონალურ დონეზე და ეს თუ ყველა მიცის ეს ზოგადად ყველა სპორტსმენმა თუ გინდა რომ სერიოზულ წვერვალებს შეეჭიდო, გჭირდება ყოველდღიური დისციპლინა, ყოველდღიური უზომოდ დიდი რაოდენობით ვარჯიში და ეს და რა თქმა უნდა სწორი ვარჯიში და ხა ეს არის აქ აპოლოში და ეტყობა თან გუნდს რომ თამაშამდე ვითარდება. ხა რა თქმა უნდა სპორტია რაღაცა პატარა ჩავარდნებია, პერიოდებია, როცა გუნდი უმაგრეს ფორმაში არის, ეგრეა, ეს ბუნებრივი არის და ეს უიქნება. მაგრამ აპოლოს ახლანდელი მდგომარეობა არის ჩემი აზრით ზემოთ მიდის ეს პროცესი არის ესეც რაღაც დონეს რდი მე უნდა დაიჭირო ეგ დონე მე კიდე პატარა ნაბიჯებით უფრო გაიზარდო და პროცესია და ამას დრო დაჭირდება მთავარია მიდგომა არის სწორი ყველანაირი ყველას მხრიდან მენეჯმენტიდან მწვრთნელებისგან გუნდებისგან მოთამაშეებისგან და თავი ეს ამის შენარჩუნება. კი, აი ძალიან მნიშვნელოვან დეტალს გაუსვი, ხაზი რომ მიდგომა არის სწორი. ბევრგან ხდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში და დამეთანხმები ალბათ, რომ მოდის პირობითად ინვესტორი აბანდებს ფულს, მაგრამ მენეჯერული თვალსაზრისით ვერ წონის სად რა როგორ და რანაირად უნდა გაკეთოს, იმიტომ რომ რაც შენ წინა სიტყვაობაში თქვი, პირობითად ამ შემთხვევაში დიტოსთან მიმართებაში, რომ ჩახედულია ძალიან და ძალიან კარგად იცის რა არის წყალბურთი. ეს კიდევ უფრო მეტად აადვილებს ალბათ კლუბის სწორად მართვას.
მეთანხმები თუ არა ამაში. კი, გონია რომ ეგრე არის, რადგან კი დიტო ვიცი რომ ბევრი წელი ესე შეხება არ ქონია წყალბურთთან, მაგრამ როცა ვითამაშია და იცი სპეციფიკა სპორტის, როცა სპორტსმენი ხარ, იქვე ეს მენეჯერული კუთხითაც მაინც გინდა არ გინდა გეხება ეგ როგორც მოთამაშეს. არ ვიცი როგორ თქვა იქ, მაგრამ იმდენად პატარა და ცოტა წყალბურთელია და იმდენად პატარა სპორტია მაკუთხით, თორე ისე რა თქმა უნდა არ არის პატარა სპორტი. რომ გინდა არ გინდა მანდაც იხედები. ბიჭებზე მინდა კითხო, ეს ძირითადად არის ქართველი და უმეტწილად სერბი წყალბურთელების სინთეზი. როგორ შეაფასებდი თვითონ გუნდს, გუნდის სიძლიერეს და იცი რა მინდა კითხო, აი დღევანდელი გადასახედიდან რა მიზნებისთვის შეიძლება რომ აპოლო მიუძღოს? ჩემი აზრით, ყველა გუნდს სჭირდება ლეგიონერი. ლეგიონერი ყველა გუნდში გუნდის დონეს წევს. რაღაცა ხარისხი შემოაქვს თამაშის, რაც მაგალითად მაგ გუნდში არ არის. არ აქვს მნიშვნელობა ეს რა ქვეყანა არის. თუნდაც მაგალითად იტალიის საუკეთესო გუნდებში რომ თამაშობენ მაგალითად ესპანელები ან ბერძნები, ეგენის დონეს წევენ. ამიტომ საჭირო არის, რომ ყველა ქვეყანას თავისი სტილი აქვს, თავისი სკოლა აქვს, თავისი გამოცდილება აქვს და ეს რაღაცა შეზავება რო ხდება სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეების უკვე ძალიან საინტერესო სისტემის აწყობა შეიძლება მან წყალბურთში. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ ჩვენი ლეგიონერები, ძირითადად ბალკანელები, რაღაც გარკვეულ დონეზე წევს გუნდს მაღლა. მომწონს ვინც ყავს, თუმცა და ვიცი რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება აპოლო. მინდა კითხო ბიჭების საქმისადმი დამოკიდებულებაზე და რასაკვირველია მწვრთნელთა დუეტზე, რომელიც შენთვის ძალიან კარგად ნაცნობია, განსაკუთრებით შომახიძეს გულისხმობ და შესაბამისად ეს გარემოც ალბათ გარკვეულწილად რაღაცა ამ ყველაფერს თავისი კომფორტი შეაქვს ზოგადად წყალბურთელების ყოველდღიურ ცხოვრებაში, აპოლოელებს გულისხმობ. რა თქმა უნდა, ესეთი მწვრთნელები რო ყავს, მიხარია ჯერ მარჯისზე მოსვლა და ზოგადად ჩემი მიდგომა არის ყველანაირი მწვრთნელისგან შეგიძლია, ზოგადად ყველანაირი მოთამაშისგან შეგიძლია ადამიანისგან ისწავლო რაღაცა, რაც არ იცი, არ აქვს მნიშვნელობა არც ასაკს, მით უმეტეს შენ სფეროში როცა არის და მით უმეტეს ჩომახიძის და სტრატანისნაირი დონის წყალბურთელი რო არის შენი მწვრთნელი, მან შეგიძლია ძალიან ბევრი რამე წამოიღო მათგან, ცოდნა, გამოცდილება. როგორც მწვრთნელები, ჩომახიძესთან მიმუშავია ეროვნულ ნაკრებში, იყო 2018-დან 20 წლამდე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ყოველთვის პატარაობიდან რეზო ყოველთვის მასწავლიდა და მიზიარებდა თავის ცოდნას, ყოველთვის რაც შეეძლო. დღემდე ესე ხდება, რასაც არ უნდა იყოს, სულ რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე. მით უმეტეს ჩომახიძისგან ამთავა მოთამაშეები. თვითონ დუეტი როგორც მწვრთნელების, პირადად მე ძალიან მომწონს, მათი მიდგომები მომწონს, ვარჯიშები, ვარჯიშის ხარისხი, ინტენსივობა. რეალურად ბოლო 2 თვე არის რაც დავიწყე ესე ინტენსიური ვარჯიში გუნდთან ერთად და აი აგერ უკვე ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო და უპრობლემოდ უძლებ ასე ვთქვათ დატვირთვებს და ფორმაც, ამ ხელა პაუზის მერე რთული არის, მაგრამ ფორმაც შენარჩუნებული მაქვს და ეს ნამსახურებაა ზუსტად ამ 2 თვის აპოლოში გატარებული 2 თვის როგორც მოვემზადება. ეს ხარ სახში, ესეც გადასარევია, ანუ გულისხმობ იმას, რომ პარალელი რო გავალოთ, ეხა ევროპაში ხალხი მიდის იმიტომ ნებისმიერ სპორტის სახეობაში, რომ გაცილებით უკეთეს პირობებშია. მატერიალური იქნება თუ ინფრასტრუქტურული, ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. უკეთეს პირობებში უნდა ყოფნა და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. დღეს აპოლოს წყალბურთელებს აქვს საშუალება, რომ სახში გქონდეთ ევროპული პირობები. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ეს შენს მიერ გადადგმული ნაბიჯი აბსოლუტურად გამართლებული და სწორი იყო. ჩემი მიდგომაა და ჩემი აზრით ყველა პროფესიონალი სპორტსმენისთვის პირველ რიგში პირველი мотиваცია უნდა იყოს ჩემპიონობა, ჯილდო, მედალი. თუ ეს არ გაქვს ჩემი აზრით, უკვე რაღაც აი იმ ტოპ დონეზე ვერ მიხვალ. თუ ეს არა შენი მთავარი мотиваციის წყარო. ზუსტად ეგ იყო ჩემ შემთხვევაში და აპოლოს შემთხვევაში, როცა პირველად
გაველაპარაკე მენეჯმენტს, ამაში დავემთხვიეთ ზუსტად, რომ მიზანი ქონდა ერთი. მიზანი გვაქვს, რომ გავხდეთ ჩემპიონები. ეს თუ არ ემთხვევა, ჩემ შემთხვევაში თუ გუნდთან ეს არ ემთხვევა, მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, დიდი ალბათობით არ ვიცი რა უნდა გადაწონოს, მაგ გუნდში მე ვერ ვითამაშებ. და ეს რომ დაემთხვა უკვე აქ ძალიან გამიმარტივდა გადაწყვეტილების მიღება და მეორე ხარ რას ვთქვით პირობები, კი ბევრ ქვეყანაში მითამაშია ძალიან და ბევრ გუნდში. ესეთი პირობები ძალიან იშვიათია სწავლბურთში, თუმცა სიდან პატარა სპორტი არის, იშვიათია და პირობებთან ერთად მიდგომაც. იმიტომ რომ ხშირად არის მიდგომა არის და მოთხოვნა მენეჯმენტისგან რომ აი ეს შედეგი მინდა, მაგრამ მაგისთვის საკმარის არ გაძლევენ გუნდს. 1000 რაღაცა ჭირდება გუნდს თამაშობს. აქ ამ შემთხვევაში აპოლოში არის რომ ძალიან ბევრ სხვაზე მიტირა, ჩემი გამოცდილებით იმაზე მეცაც გვაძლევენ. და რა თქმა უნდა, ეხა ყველანაირი პირობა რო გაქვს და გუნდი ყველანაირად ხელს გიწყობს, უკვე მოგეთხოვება რომ შენი საქმე შეასრულო. რაც შენ გაკისრია, შენი ვალდებულება. კი ბატონო, ამიტომაც გავუსი ხაზი იმას, რომ შეიძლება იყოს ფინანსები, მაგრამ არასწორი მენეჯმენტის და არასწორი სამუშაო პროცესის წარმართვის შემთხვევაში ეს ფინანსები უბრალოდ როგორც ქარმა მოიტანა, ისე ქარმა წაიღოს და კარგია, რომ აპოლოს შემთხვევაში ეს ასე არ არის და სულ ამბობ ხოლმე, როდესაც აპოლოზე ვსაუბრობ, რომ უნდა იყოს სამაგალითო, როგორ შეიძლება სწორად წარმართო საქმიანობა, არა აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობის ბიუჯეტი გექნება. მე მინდა კითხო, როდესაც შენ მიზანზე ისაუბრე, მიზანი უმნიშვნელოვანესია, თავისთავად ხადია, მაგრამ როდესაც ადამიანი რაღაცა მიზანს ისახავს, იქ ბუნებრივია მას ჯერა, რომ ამ მიზანს მიაღწევს. მე მაინტერესებს აპოლოსთან ერთად შენ რისი გჯერა? რა თქმა უნდა, ზოგადად ადამიანს რაღაცის თუ არ გჯერა, მან უკვე აზრი აღარ აქვს. შეეჭიდო მაგას, ანუ რა თქმა უნდა, უნდა გჯეროდეს, იმედი ქონდეს ყველაფერს და მე უკვე მოქმედება დაიწყო. мотивация ზუსტად ეს უნდა იყოს და ჯერა, რომ აპოლო გახდება ჩემპიონი. პროცესი არის, ვიცით ყველამ კარგად, რომ პროცესია და ერთ დღეში ეს არ ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ ძალიან მალე მოხდება ეს. რომ ესეთი ტემპებით ვითარდება აპოლო, რომ არის ამის პერსპექტივა, მე მჯერა ამის და ეხა თებერვალში ვნახავთ, საკმაოდ რთული ჯგუფია, საკმაოდ რთული, მაგრამ ყველა არის შევაკვდებით პირდაპირ ამ სიტყვას ვიხმარ, შევაკვდებით თლიანად გუნდი, დიდი იმედი მაქვს, რომ გავივლით ამ ეტაპსაც გადავლახავთ. აქ შესაბამისად პასუხისმგებლობას თითოეული თქვენგანის და მათ შორის შენის რა საკვირველია, გაცილებით უფრო მაღალი. კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი არის და ეგ არის მიზანი ჩვენი, რომ გავხდეთ ჩემპიონები და უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდვით ამისთვის, მაგრამ ევროტურნირი უკვე სულ სხვა საუბარი არის. მით უმეტეს ახლა დამატებული კონფერენციის ტურნირი, ფორმატი იგივეა როგორც ფეხბურთში. შევეცდებით, რომ პირველივე სეზონში უკვე გვაქვს მაგის ამბიცია, რომ გავიწიოთ play-off-ისკენ Final Four-ი გაიმართება. უკვე Final Four-ში რა როგორ იქნება, უკვე სპორტი ისეთი რაღაცა არის, რომ უკვე ფინალები როცა არის, მან ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაშებია, მაგრამ ამის იმედიც გვაქვს. წელს კონფერენცია ესე გამოვიდა და შემდეგ წელს უკვე ნახოთ, ევროთასიც გავიწევთ, მე ესე მგონია. იმდენად ჯერა რომ განვითარდება აპოლო. ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი, აპოლო, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ადრე თუ გვიან, არ ვიცი მე, შეიძლება წლები დაჭირდეს, მერტმაკნას მალე მოხდეს, მაგრამ შეიძლება დაჭირდეს წლები და კარგია რომ თვითონ მენეჯმენტი და თავად აპოლოელები არიან შეგუებულები იმას, რომ მოდი პირდაპირ ვთქვათ, ერთ დღეში შედეგი არ მიიღწევა. განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე და მე ვფიქრობ, რომ შენი აპოლოსთან დაკავშირების ერთ-ერთი მთავარი мотиваტორიც უნდა ყოფილიყო ეს, რომ ეს არის გრძელვადიანი პროექტი. ზუსტადაც რომ აპოლოს მენეჯმენტი რო ხდება ამ ყველაფერს, რომ სპორტს დრო ჭირდება სწორი მუშაობა, განვითარება, იქ ჩავარდნებიც იქნება, რაზეც სწავლობ, ძალიან მაგარი პერიოდებიც, მაგრამ თავარია რომ мотивация და მიზანი არის და მე ზუსტად ეგ დავინახე ამ მიდგომაში, რომ სწორი მიდგომაა. ლოგიკური მიდგომაა, იმიტომ რომ ვისაც ესმის სპორტი, მე მგონი არა მარტო სპორტში, ზოგადად ეგრე არის ცხოვრებაში, მაგრამ სპორტში, ჩემი აზრით უფრო
შედეგი თუ გინდა, ამას ჭირდება წლები მუშაობა. ან ყოფილს ხდება აპოლოს მენეჯმენტი, აქვთ ზუსტად ეს მოთმინებაც, ამასთან ერთად ზუსტად ეს ენთუზიაზმი და ეს ჩართულობა და მუშაობა სერიოზული, რომ აპოლო მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებით განვითარდეს. კი ბატონო, და ბოლოს კითხავ და გაგიშვებ, ვიცი ძალიან დაქანცული ხარ. რა არის ანდრო ბითაძის თავარი ამოსავალი წერტილი და მოდი ესე დავარქვა, თავარი მიზანი აპოლოსთან ერთად. თავარი მიზანი აპოლოსთან ერთად არის ევროთასის გამარჯვება. ეს შემდეგი წლების რამოდენიმე წლის მიზანი. აი შემდეგ უკვე ამას რომ მივახცევთ, მე უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც შეიძლება დაფიქრება სერიოზულად. იმედი მაქვს, რომ აი ეს დამოკიდებულება და აი ამ სწორ რელსებზე მიმავალი მატარებელი აპოლოს სახით აუცილებლად მივაადრე თუ გვიან იმ მიზნამდე, რაც შენ გაგდასახ. ანდრო ბითაძე, აპოლოელი, რომელმაც სულ ახლახანს გააფორმა ხელშეკრულება ქვეყნის საუკეთესო კლუბთან, წყალმუხტის კლუბთან. მადლობა მას, მადლობა თქვენ რომ მიყავით ჩვენთან ერთად. მე გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, თუმცა იქამდე გეტყვით რომ ჩვენი არხის, YouTube არხის დვალიშულთან და ჩვენი პლატფორმების პარტნიორია კომპანია ვიტამინი G. კიდევ ერთხელ მადლობა და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. კარგად გრძანდებოდეთ.